მაქსიმართლით კითხულობ ნანუ კალბ ნაირა ბედუკაძე. ქალბატონ ნაირა ძალიან ერობს მიშლით დღეს და მე მგონი უნდა დატოვოთ თქვენ აკაურობა. ხო, მართლა მემკვიდრეობით გერგოთ გვარს რუსეთის თემა რა. მე ისევე მიგრანტებს უნდა მოგეფეროთ და უნდა გითხრათ რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ხარ ჩვენი ქვეყნის, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და როგორც წესი ვაკვირდები ხოლმე ემიგრაციაში მყოფი ადამიანები გაცილებით უფრო სწორ დასკვნებს აკეთებთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ვიდრე ბევრი ის ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, მე მისაუბრია ბევრ ემიგრანტთან და ისეთი სწორი შეფასებები, ისეთი სწორი ანალიზი გაუკეთებიათ. რომ აი არ ვიცი, მართლა გამკვირვებია, იმიტომ რომ როდესაც აი ესეთი დაქანცული ხარ ცხოვრებისგან, სასოწარკვეთილი შვილი არ გინახავს, ვიღაცას სუდნოს ათრევ აქეთ იქით, არა ჯანმრთელობა, არ ყოფილხარ ექიმთან, ამდენი ხანია, არა ოჯახი, იქ ვიღაცა შვილი გაუთხო და კორწილში ვერ ჩამოვიდა. ანუ როდესაც ამ სტრესში ცხოვრობ და კიდე რაციონალურად აზროვნების საშუალება გაქვს და კიდე ისე მსჯელობ, რომ პატრიოტიზმზე დგას თავიდან ბოლომდე შენი აზროვნება, მე ვფიქრობ, რომ ძალიან დასაფასებელი ხალხი ხართ, ბევრი მუქთა ხორისგან განსხვავებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია დარჩენილი. გეფერებით ყველას ხალხნო, გულით გისურვებთ, რომ ამ ქვეყანაში მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც შექმნის თქვენთვის ისეთ პირობებს, რომ ნელ-ნელა თქვენი ქვეყანაში დაბრუნება მოხდეს.